მამიშვილს კიდე ერთი ჩანაფიქრიც აქვს, ლაც აქვს, საერთოდ რო არ დაგვეხმაროს და საერთოდ რო არ გამოიხედოს, ეგეც იდეალური იქნება მაგისთვის, რო აღარ გაახსენდეს საერთოდ რო გეოგრაფიულად არსებობს ესეთი ქვეყანა საქართველოს, კომფორტში იქნება ძალიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყურადღება ნებისმიერი სხვა მიმართულებით თუ წავა სირია იქნება ეს თუ აღმოსავლეთი თუ ჩინეთი თუ უკრაინაში იძულები და ხელის გადაგრეხით რაღაცა მშვიდობის დამყარების მცდელობა უკეთესი და კომფორტულად იქნება ნამდვილად, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ივანიშვილისთვისაც სამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ უკრაინამ თავისი პოზიციები შეინარჩუნოს არ დათმოს და შეძლოს ისე რომ პრინციპულ დათმობებზე ვერ წავა ფიზიკურად ცხადზე ცხადია ეს რაც არ უნდა ახლა სურვილები კონდეს დონალდ ტრამპს რომ საათებში თუ კვირებში თუ რაღაცა დათქმულ დროს მიაღწიოს ამ კონკრეტულ შეთანხმებას ეს ვერ მოხდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ვერც ერთი პრეზიდენტი ვინც არ უნდა მოწონდეს ან მოიაზრებოდეს ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციაში ზელენსკის შემცვლელად ერთ-ერთი ესეთი არ შედგა არც ერთი და რაც ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ყველა ზელენსკის ყველა ოპონენტმა ძალიან პრინციპული პოზიცია დაიკავა მათ შორის შეიძლება ასე პირდაპირ ოპონენტიც არ დავარქვათ, მაგრამ ყველაზე რეალურმა და ძლიერმა კანდიდატმა ზალუჟნიმ, გენერალმა ზალუჟნიმ პირველმა მოფინა ნათელი რომ ყოველგვარ არჩევნებზე ლაპარაკი ზედმეტია ომის პირობებში და ყველა ჩვენ ვართ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ირგვლივ გაერთიანებულები. ცხადია ეხლა, როდესაც დონალდ ტრამპი როდესაც საუბრობდა კარტებზე და ეს კარტები არ გაქვს, როდესაც აწვებოდა ბოდიში ამ სიტყვისთვის. ზელენსკის მან თვითონ დაყარა მთელი თავისი კარტები პუტინის სასარგებლოდ, ისე რომ ჯერ თამაში არ იყო დაწყებული. საერთოდ შეუჩერა დახმარება სამხედრო და სადაზვერო მონაცემები. გაეროში კატასტროფული რეზოლუცია იყო, იქ უშროების საბჭოში გავიდა ეს რეზოლუცია თავის რეზოლუციას ხარი არ დაუჭირეს და ზელენსკის დიქტატორად მოხსენიება და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამე 4%-იანი რეიტინგით არც დიქტატორი არჩევნების გარეშე და ასე შემდეგ. ხო ეს უქმნის გარკვეულწილად უპირატესობას და ფუფუნებას პუტინს რომ მან მეტი მოთხოვოს ტრამპს რომ აი კიდე უფრო დააჭირე და დააწექე ამ დროს თვითონ ბომბავს კატასტროფული იყო 8 მარტის გამთენიას ეს დაბომბვა და 50 ადამიანი მსხვერპლა რაც კი რამე იყო ყველაფერი გამოიყენეს სამწუხაროდ როგორც ექსპერტები ამბობენ პირველი კონკრეტული შედეგებიც არის უკვე იმისა რომ სადაზვერვო მონაცემებს ვერ იღებენ ამერიკელებისგან და ამის ჩანაცვლება საფრანგეთი აპირებს მაგრამ ცხადი ახლა ამას დრო ჭირდება და ამის ყველაფერს გადაწყობა ჭირდება მაგრამ იგივე კურსკთან დაკავშირებითაც საკმაოდ მძიმე და რთული ვითარებაა და უკრაინელებმა შეიძლება აღარ დახარჯონ რესურსი, ადამიანური რესურსი არ შეაკლან ახლა იქ პლაცდარმის გამაგრებას, იმიტომ რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაციები სამ კონტრდარტყმების განსახორციელებლად, პლუს ამას ემატება ილონ მასკის ყველგან ცხვირის ჩაყოფა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და ეს თავის Starlink-ით ბაქი-ბუქი რომ ის თუ გათიშავს Starlink-ს და ფრონტი ჩამოიშლება. სიკორსკიმ ჩვენივრად შეახსენა რეალურად რომ ეს არის ფული არაფერი არ არის უსასყიდლო, რახან ამაზე მიდგა საქმე რომ მაგ მიმოწერაში ყველაზე მნიშვნელოვანია რუბიოს პასუხი იყო ოფიციალური, სიკორსკი გააკრიტიკა, მაგრამ თქვა რომ არსად არ დაუმუქრები ვართო ჩვენო და არც ვაპირებთ ამის გათიშვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტურად რო ვთქვათ და მასკმაც თქვა რომ არც მე არ დაუმუქრები ვარო.
უბრალოდ მან თქვა ხაზი გაუსვა იმას, რამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ Starlink-ით უზრუნველყოფს ამას და ხო, დონალდ ტრამპს თქვა მე დიქტატორი არ მიწოდებია, არ უწოდეო, არ არსებობს გამორიცხულია. დღეს თქვა რომ კი უწოდეო, გამახსენდა. ხო, და ნებისმიერ კარგია რომ ეს რაღაცა უკან დახევის მომენტებიც არსებობს, მაგრამ თელ ამ ბავში განცხადებების სამწუხარო, კი, სამწუხარო ეს არის რომ განცხადებების დონეზე სერიოზული პრობლემებია და შედეგების დონეზე ძალიან ცვალებადობათან აი ამ რიტორიკის. კი, არა თანმიმდევრულობა. შეიძლება რომ საქმეზე არ აისახებოდეს. ქაოტურია. ეს რიტორიკა ხომ თავის საქმეს ხომ აკეთებს პოლიტიკაში, დიპლომატიაში ყველას გვსმენია ხომ რომ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, ვისად რატონით რა სიტყვის ხო? კი, რა თქმა უნდა და პლუს ამას ყველაფერს ამას ემოდან ემატება ის რომ განსაკუთრებით ხისტი და განსაკუთრებით ესე ვთქვათ კატეგორიული ამ ტონალობაში და მიმართებაში არის მეგობრებთან, პარტნიორებთან, იქივე ნატოს თანადგომის და მეხუთე მუხლის გამოყენების და მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ყველამ გაიხსენა იქვე ერთადერთხელ არის ეს მეხუთე მუხლი გამოყენებული 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და ერთი ხმა არ ამოუღია არც ერთ ევროპელს ყველამ პირველ დაძახილზე წავიდა და გვერდში დაუდგა და ევროპელებიც დაიღუპნენ. აი არ ჩამოვთვლი, მაგრამ აი საფრანგეთი მაგალითად და კიდე არიან ვიღაცები იაპონიას შეუტიაცავით რომ ეს არის ქვია მისი დაცვის ქვეშ და იაპონია საერთოდ არ აქვს ხო საერთოდ არ აქვს ვალდებულება და ეს შეთანხმებები წარმოუდგენელია ვინდებდა საერთოდ ამ შეთანხმებებს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მძიმე არის სინამდვილეში ეს კონტურები ეხა ჩვენასთანაც გვაქვს საერთოდ საქმე და არა პროგნოზირებად ვითარებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვიდრე დავიწყებდი მე საუბარს ხო და ევროპელები ახსენენ და ეხლა მართლაც რეალურად არის განსაზღვრელი ყოველგვარი მართლაც პათეტიკის გარეშე, ყოველგვარი რაღაცა შეწახილების გარეშე ევროპელებმა უნდა აცნობიერებენ ცალსახად, რამდენად სწრაფად შეძლებენ უბრალოდ ეგ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ გადაეწყონ ამისთვის, რომ ისინი განცხადებებით უკვე ყველა ამბობს ამას მერცი იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ ჩემი თავის ამჯერა ეხლა ამას ხმამაღლა რომ ლაპარაკობ ტელევიზორში, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ამერიკისგან დამოუკიდებლად ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ემანუელ მაკრონმა, რომელიც არ არის ცუდ ურთიერთობებში დონალდ ტრამპთან, ძველი პირველი ვადიდან, ისიც ამბობს, რომ გამოვიდა და მიმართვაში, ოფიციალურ პრეზიდენტის მიმართვაში თქვა, აღნიშნა, რომ ეს საკითხები, ჩვენი უსაფრთხოების საკითხები ვერ გადაწყდება ვერც მოსკოვში, ვერც ვაშინგტონში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკა ჩვენ მხარეს იქნება, მაგრამ ზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ თუ არ იქნება, ჩვენით უნდა უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. ეს ყველაფერი კარგია, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ამ ყველაფრის რაღაცა ეს ლიდერობის ხელშეწყობაში და ამ პროცესების წინ წასვლაში. ის გეგმაც ძალიან მნიშვნელოვანია 800 მილიარდიანი, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიანმა წარმოადგინა, მაგრამ რეალურად არის დრო, რეალურად არის საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, რეალურად მიდის ბრძოლა და ევროპელებს რაღაც კომპონენტებში, მაგალითად იგივე აი სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაშიც, იგივე ამერიკული F-16-ებისთვის იქ კონკრეტული აპარატურის ფუნქციონირების და უზრუნველყოფისთვის არა აქვს საშუალება. არა აქვს საშუალება
ჭირდება და ამერიკელების თანხმობაც ჭირდება და ჩართულობაც სადაც რომ მონაცემის გაზიარებაზე ჭირდება ბრიტანეთს ამერიკის თანხმობა რაღაც ნაწილი. კი, F-16-ების ათვის გამოყენების დროსაც იქ არის სპეციალური მოწყობილობები, იმის ფუნქციონირებისთვისაც ამერიკელების ჩართულობა და თანამშრომლობა არის საჭირო. ეხლა ჩვენ კიდე ვიგებთ, რომ არ არის საკმარისი თურმე იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა. აბსოლუტურად მართალი იყო ზელენსკი, როდესაც სინამდვილეში ხო აქ იმ შეთანხმების ხელმოუწერლობა იყო იმის მიზეზი, რომ იქ გარჩევა მოუწყვეს პირდაპირ ეთერში. მანამდე ნათქვა მიმის. ჩემი აზრით, დიპლომატიური კუთხით თუ მიუდგებით, თუ არ არის ესეთი დონის შეთანხმება ხელმოსაწერად მზად, საერთოდ არ უნდა დაიგეგმოს ესეთი ვიზიტი, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ტიპაჟებთან, ასეთ ადმინისტრაციასთან გაქვს საქმე, სადაც JD Vance ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სულ რამდენიმე დღით ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთანაც შევიდა შეხლა-შემოხლაში, უბრალოდ იმისთვისაც მშობლიური ენა ინგლისური და სხვა ეს არის რა ქვია კალიბრის იურისტია და ასე ვთქვათ და ომის მდგომარეობაში არ არის თან უშუალოდ დიდი ბრიტანეთი და ცოტა გაუტარა ცოტა უპასუხა ხო ცოტა სადღაც გაუტარა სადღაც უპასუხა სადღაც პრინც ჩარლზის მეფე ჩარლზის მოწევა გამოუჩინა და უცებ რაღაცა ვითარება განიმუხტა და აქ სხვანაირად იყო სინამდვილეში მდგომარეობა და აქ იშვიათი მინერალების არაფრის სანაცვლოდ ხელმოწერა საბოლოო ჯამში ზელენსკის არავითარ გარანტიებს არ აძლევს, რომ საერთოდ რაიმეს და არც მალავს. დონალდ ტრამპი ერთი რასაც გულწრფელად აკეთებს, ეს არის რომ არ მალავს და არ დებს თავს იმაზე, რომ მოსაფრთხოების გარანტიებს მიწევს. ჩვენივრად იცის მანაც, რომ ეხა იქ ამერიკული კომპანიების შესვლა თავისთავად ნიშნავს, რომ ეს უსაფრთხოების კომპონენტი გაიზრდება და ეს ჯერ როდის შევლენეს ამერიკული კომპანიები და რამდენად რეალური იქნება კიდე მათი იქ მუშაობის დაწყება და რა პირობებით იქნება ყველაფერი ეს ამბავი, ეს კიდევ ცალკე ამბავია. ელის თუ არა ტრამპს წინ იმედ გაცრუება პუტინის შეთანხმების ერთგულად. არაერთხელ. რა ადრე და მალე რამაც შეიძლება შემოატრიალოს ამერიკა დასავლეთისკენ უყარად. კი, უმჯობესია, რაც უფრო სწრაფად მით უკეთესი, მაგრამ რამე მისახვედრია აქ აი სოფოს კითხვა მინდა გავაგრძელო, მან არ იცის რომ ეს ვერ მოხდება? ხო, მას ეს ცალკე საკითხია. როგორ შეიძლება არ იცოდეს ის, რაც იცის ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკით და ვინც თვალს ადევნებს რუსეთს, როგორც აგრესიულ დამპყრობელს უკვე საუკუნეების განმავლობაში. დაპირების შესრულება უნდა? ხო, უბრალოდ უნდა? კი, უბრალოდ რეალურად მანეს რომ დაიძახა, რომ ეს არის მშვიდობის მომტანი და მშვიდობის შემქმნელი მსოფლიოში ბევრი ეგეთი ის არის, რა ქვია, აი ეგეთ ტიპაჟებთან აგერ აიათოლებმა შემოუთვალეს უკან რომ შენთან ლაპარაკს არავინ არ აპირებსო, ეხლაც იმეორებს რომ ტრამპი ვითვიქნა ხელებს, ეხლაც იმეორებს რომ რეალობაში მას აქვს ირანელ ხალხთან კარგი განწყობა და კარგი სურვილი აქვს და საერთოდ არ უნდა ორი გზა არის, ან სამხედრო გზა არის, ან დილის ანუ შეთანხმების მიღწევის გზა არის, გამორიცხულია რომ ირანელები ამ შეთანხმებაზე წამოვიდნენ ეს ერთი ისევე როგორც გამორიცხული იყო თავის დროზე ჩtildeოეთ კორეაში ჩtildeოკორეული ოსტაძურის კი ეს იყო კი იქაც ჩავიდა საოცარი გეგმით და მეთე რა ქვია პროექტით და კინოც აჩვენა რა ლამაზი და მშვენიერი იქნება ჩtildeოეთ კორეის კურორტები, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა იქიდან და პუტინი ზუსტად აი ამ წყობრის და ამ რიგის ხვალ იწყებენ აი საქმე რაც არის რეალურად იწყებენ რუსები, ჩინელები, ირანელები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩინელები, რუსები და ირანელები სწორად რომ დავალაგოთ მიუხედავად იმისა რომ ირანული პორტის ტერიტორიაზე მიმდებარედ მიგეგმება ეს წვრთნები ის ეფემერული
მოსაზრებაც რომ და სრულიად საფუძველს მოკლებული რეალობაში რომ ჩინეთს მოწყვიტავს რუსეთს ამ შეთანხმების მიღწევით ეს არის გამორიცხული არ ვიცი თუ კი ვინმე ასე უხსნის და უმარცლავს რა განსხვავებები არის ამჟამინდელ და იმ პერიოდის ჩინეთს იმ პერიოდის საბჭოთა კავშირს ამჟამინდელ რუსეთსა და ამჟამინდელ ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები და ურთიერთ გადაბმით და დამოკიდებულებით იმდენად გადაჯაჭვულები არიან და დამოკიდებული არის რუსეთი რეალურად ჩინეთზე რომ ამ ჯაჭვის წყვეტაც გამორიცხულია ახლა ამ შემთხვევაში და ბევრი იმედგაცრუების და ბევრი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება უახლოეს პერიოდში მაგრამ მე არ მაქვს იმისი განწყობა და განცდა რომ ეს მაინც საბოლოო ჯამში მე შემოატრიალებს და რაიმე განსაკუთრებულ ისეთ შემოbrunებას ვიხილავთ ეს იზოლაციონიზმის პოლიტიკური გეზი არჩეული აქვს დონალდ ტრამპს უბრალოდ რამდენად შორს წავა ევროპელები ხა მაგალითად დარწმუნებულები არიან უკვე იმაში რომ მეხუთე მუხლის ამოქმედების საჭიროების შემთხვევაში ამერიკული ჯარების ჩართვის იმედი შეიძლება ნაკლებად უნდა ჰქონდეთ ამ ადმინისტრაციის პირობებში და საერთოდ ეს ყველაფერი ერთ დიდ პრობლემაში არის კიდე გადათარგმნილი გრძელვადიანი თვალსაზრისით ტრანსატლანტიკური კავშირები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ძალიან სერიოზულად ზიანდება ყოველ საათობრივად, ყოველ დღიურად და მომავალში ამას რა შემოაბრუნებს, რა აღადგენს ამ ურთიერთნდობას, იმ დამოკიდებულებას, რაც არის კანადის მიმართ, ხო? G7 სამიტია, მიდის რუბიო საუდის არაბეთიდან შესაბამისად 14-ში თუ სწორად მახსოვს. კი, და იქაც არის კვებეკშია კანადაში. კანადაში რუბიოს ჩასვლა მანდამაიც ასე არ ხდება. კი, იქ არის დაცლილი არის კანადური ისინი მაღაზიები რეალურად ამერიკული პროდუქციისგან კანადელები პროტესტსაც ხადებენ ამერიკაში მოგზაურობაზე უარს ამბობენ და გააუქმეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამანპურის დიალოგში უფრო გაოცებული ამანპური ჩანდა ესეც რაღაცნაირი მანიშნებელი იყო საერთოდ სად აღმოჩნდა ეს ორი მოკავშირე ქვეყანა ტრამპის და რატომ აღმოჩნდა ეს არის ყველაზე დიდი კითხვა ხო 10 წლეულების რომელიც ეს გამორიცხულია ხო აი ყველა ამ იდეიდან ჭყარებში აი ზეგ მაგალითად გრენლანდიაში არჩევნებია მაგრამ ხუთივე პარტია არ არის გრანდიოზული ქვეყანა თავისთავად მაგრამ ხუთივე პარტია იქ რაც არის იძახის რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი ამერიკის ნაწილი ჩვენ არ გავხდებით და გამორიცხულია ეს ხო ტრამპი პირდება აგაყვავებს ხო იქ პანამასში deep state-მა თუ გლობალური ომის პარტია BlackRock-მა მაინც შეძლო და იყიდა იქ პორტები და მაგრამ ის პანამის ამბავიც ისე არ გადაწყდა რომ დავიბრუნეთ და სამართლებრივად უკან იბრუნებს იქ რაღაცეების კონტროლის თემები დაალაგდა ამერიკელების სასარგებლოდ ამ BlackRock-ის მეშვეობით და კანადა ამხელა სახელმწიფო არის დიდ შვიდეულში არის განვითარებული ინდუსტრიების საუკეთესო შვიდეულში შემავალი ქვეყანა არის და ძალიან ბევრ სერიოზულ ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე ბევრად წინ არის რეალურად და ასე რომ ეს შეჩენა რომ აი ამ 51 შტატი 51 შტატი არ მოუდგენელია მართლა რეალურად პლუს მართლა როდესაც ასეთი ფანტასტიკური მეზობლობა
ქონდათ ამდენი აწლეულების მანძილზე და გვერდში დგომა და თანადგომა და ცოტა რუსეთის და უკრაინის ამბავს არ გაგონებ. იცი რა არის არც კი ვიცი რა ლოგიკით და რატომ, მაგრამ ხო ვერ იპოვე მიშა ლოგიკას ვერ იპოვე, იმიტომ რომ მაგრამ მსგავსებები ჩანს რა მეზობელი დიდი ქვეყანა ხო რაღაცა აი ანეკდოტების დონეზე მომზადებული თემა რომ ჩვენები არიან ხო კი არავინ ამას არ ელოდება რომ რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ნაბიჯები მოხდება რა ვერ მოხდება ხო 10 წლით უკან წავალთ უკრაინაზე კი ვერ მოხდება სინამდვილეში ესეთი რაღაცები და თუ ავიღებთ უკრაინასთან მიმართებით ხო უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ამბის მერე 2008 წლის ამბის მერე და საერთოდ პუტინის პირობებში ყველაფერი გასაგები იყო რომ ყველაფერი ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ კაც აქვს პუტინს აქვს პარანოია ამ საბჭოთა კავშირის აღდგენის რაღაც აღუსრულებელი ეს ოცნება და ამაზე ფიქრობს, მუშაობს და იმან აქეთ დაიჭირა ეს სისუსტეებზე დაიჭირა დასავლეთი და რეალურად მიდის ამ მიმართულებით, მაგრამ იქ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქმე დემოკრატიულ ურთიერთობებთან უღამსაც ვერ ხვდები რაში შეიძლება ჭირდებოდეს ამერიკის პრეზიდენტს აი ამ თემის თუნდაც აი ანეკდოტურ დონეზე გარჩევა, იმიტომ რომ მართლა რაღაცა კი, აბსოლუტურად გეთანხმები, პლუს ამას მე ვარ უხერხულა ეკონომიკური თვალსაზრისით ყველა ამ განცხადებებს იგივე ტარიფების გადაწევა, გადავადება, დაძახებას, მერე ისევ გადავადებას, მერე ისევ ვადის გამოცხადებას, ამას კონკრეტულ მილიარდობით დოლარში მოაქვს ძალიან სერიოზული დარტყმები მოაქვს ამერიკის ეკონომიკისთვის ისედაც არავინ არ გიждდება ამ ტარიფებზე საერთოდ და ტარიფები კიდე ცალკე თემაა ეს ჩემზე ბევრად ჭკვიანი ეკონომისტები ამბობენ სადამდე მიიყვანს ამ ტარიფების ომი ამერიკის ეკონომიკას თვითონ საბოლოო ჯამში ხო დონალდ ტრამპის დაპირება იყო რომ ინფლაციას დავამარცხებ ფასებს დავწევ და ამ ტარიფებით პირიქით უკრაინასთან მიმართებით არასწორი პოზიციის გამო კი არ დავარდნილა მისი ნდობის და მოწონების რეიტინგი პირველივე ერთ თვეში. არამედ ეკონომიკაში აი ამ სატარიფო ომის გამოცხადებამ ისეთი ვარდნები და ისეთი ფასების ის გამოიწვია, რა ქვია, ზემოთ აღმასვლა, რომ რეალურად ეკონომიკა იყო განსაზღვრელი იმისა, რომ მათი დამოკიდებულება შეიცვალა, თორემ უკრაინელებს ეხლაც ხარს უჭერენ რესპუბლიკელები და იარაღის მიწოდებასაც რესპუბლიკელი ამომრჩეველი მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხლაც ხარს უჭერს. ასე რომ საბოლოო ჯამში ამ იდეებიდან არც ერთი ასე საბოლოოდ განხორციელებადი არ არის. მაგრამ როდესაც შენ აბულინგებ შენს მეგობრებს, შენს პარტნიორებს ურტყი შენებს უცხოებს ეშინოდეთო ხა არის ესეთი და მაგრამ და სხვა გამოთქმაც არის რომ მეგობრები ახლოს ყავდეს, მაგრამ მტრები კიდევ უფრო მეტად ახლოსო, მაგრამ ეს ისეთ თამაში არის, ისეთი მასშტაბის თამაშია შესული და ჩინეთი ამ დროს შვიდად წყნარად დუდუნებს თავისას და გამოდის და იძახის რომ უკრაინის და ევროპის გარეშე ეს ომი ვერ გადაწყდება და მათი პოზიციის გარეშე ვერ გადაწყდება ევროპელებსაც აქედან რაღაცა პასს აძლევს და ბურთს უგორებს თუ შეიძლება ასე ითქვას ევროპელებს თავისი უზარმაზარი ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან და ამერიკასთან სოლიდარულობის თვალსაზრისით იყო მეტწილად რომ რაღაცებს ურთიერთობებში რაღაცებს ფეხს ითრევდნენ ჩინეთთან, თორემ სინამდვილეში მზად არიან რომ რაღაცა უფრო მეტისკენ წავიდნენ. ძალიან ბევრ სიახლეს ვაკვირდებით ჩვენ. აი ეს ის რეალობა ალბათ ბატონო ალექსი, როცა არავინ იცის როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი. ძალიან რთულია პროგნოზირება ამ ყველაფრის. აქ დაბნეული უნდა იყოს მე მაინც საქართველოს
რაზე დაუბრუნდები ახლა ივანიშვილი, რომელსაც ფსონიედო ჯერ 20 იანვარზე, შემდგომ რაღაცეები ჩათვალა ალბათ ამ ვითარებიდან, რომ 3 სოტკე არის ახლა ამ ვითარებაში. თქვენ ახსენეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საერთოდაც რომ დაეწყოს საქართველოს ეს ივანიშვილის ინტერესია. მაინც რომ მოკლედ შევაჯამოთ საქართველოს ამ ყველაფერში, ჩვენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი რა არის ახლა აქ და ფიქრობ თუ არა რომ პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც ძალიან კარგი კავშირები აქვს იგივე მაკრონთან, რაღაც უნდა იყენებდეს თუ არა ამ ვითარებას უფრო აქტიურად, პოლიტიკურად ქვეყნის სამომავლოდ, ეს ჩემი ბოლო კითხვა. რეალურად საქართველოს საზოგადოებას და მოქალაქეებს მართლაც ჩვენი ფსონი თუ შეიძლება ასე ითქვას, გაკეთებული გვაქვს სამართლიანობის და სწორი მხარესდგომით, როდესაც უკრაინას დაუჭირეთ ხარი პირველივე საათებში და ვდგავართ ამ პოზიციაზე, იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვება და უკრაინის არ დამარცხება არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არ შედგეს იალტა 2, ვთქვათ, რომ ესე ჩვენ საფრთხე სად არის ამ ყველაფერში, რომ დონალდ ტრამპმა და პუტინმა შეიძლება ესე დაждენ ესეთ კერკეტმა კაკლებმა და რაღაცების ინტერესების გავლენების სფეროების გაყოფაზე მოელაპარაკონ და იქ სხვათა შორის ჩვენზე უფრო ყოჩაღად ყოფი ქვეყნებიც მოყვებიან და ნერვიულობენ კიდეც ამის თაობაზე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ასე შეიძლება მთელი რეგიონები მოიცვას არა მხოლოდ საქართველოს ბუნებრივია, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე თავის ცენტრალური აზიით და სამხრეთ კავკასიით და მოლდოვა, ბელარუსი ისედაც იქით არის და ეს ყველაფერი ისევ გადანაწილდეს და საერთოდ არ შევიდეს დონალდ ტრამპი ამ ჭიდილში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და აქ ევროპის როლი გაიზარდოს და ევროპის როლის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ივანიშვილი არასერიოზულად აღიქვამდა ამ დრომდე ევროპელებს, პოლიტიკოსებს, ევროპულ ქვეყნებს, ევროპელ ლიდერებს და თვლიდა, რომ რასაც დონალდ ტრამპი რასაც იტყვის, ისე იქნება ყველგან ყველაფერი და ისეთი დამოკიდებულება ექნებათ საქართველოს მიმართაც, ის იქიდან დაავალებს ეს რო ლობისტების მეშვეობით დაალაგებს, მერე ის იქიდან დაავალებს და ევროპარლამენტი გააუქმებს ყველა თავის რეზოლუციას და აღარაფრად არ ჩააგდებს თავის პოლიტიკას და მიდგომას. ასე არ არის ევროპის როლი იზრდება, რაც ცუდი ამბავია ივანიშვილისთვის, ევროპის და ევროპული კავშირის ერთობლიობაში და დიდი ბრიტანეთის როლი იზრდება და საბოლოო ჯამში თუ ევროპა კონტინენტზე იქნება პასუხისმგებელი პროცესების განვითარებაზე და მოვლენების განვითარებაზე, შეიძლება ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპმა თქვას, რომ თქვენი კონტინენტია და თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენ პრობლემებს და თქვენ საკითხებს და ეს ნამდვილად არ იქნება კარგი განვითარება ბიძინა ივანიშვილისთვის. ნამდვილად არ იქნება კარგი განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის არის დაბნეული მართლაც. მოლოდინი ქონდა, რომ აი აქედანაც შეეხმიანენ, რომ აი მთელი ნახევარი მსოფლიო ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით ლაპარაკობსო და გააოცა ეთყობა და იწერენ ამის განეთყობა რაღაცებს და ამის სიტყვებით ლაპარაკობენ. მოლოდინი ქონდა, რომ ეს იქიდან მაინც გამოვიდოდა და იტყოდა, რომ აი კაც deep states ებძვიან და ყოჩაღი ხალხია, მაგრამ ეს საკამდე არ მიდის. ეს საქმე ეს ყველაფერი და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ არც მივა, იმიტომ რომ გაეროში ქალთა საქმეებზე რაღაცა ჩასვლა და მონაწილეობის მიღება ვერანაირად ვერ იქნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ურთიერთობები გაუმჯობესდა და მოუწესრიგდა ივანიშვილის რეჟიმს, ისევე როგორც ვერ დაულაგდება ევროპელებთან. შესაბამისად გამორიცხულია მთელი ამ პროცესიდან
ირაკლის ტაბლიაშვილის ლილეც რო დააჯარიმონ 5000 ლარით მაინც გამორიცხულია რომ დაგიგროვდათ ეს 5000 კი მე ველოდები ჩემ სკოლაში როდის მიიტანენთაც უნივერსიტეტში ყველა მისამართზე იყვნენ ასე რომ ეს და დარჩა რამდენიმე ადგილი სადაც შეიძლება რაღაცა ტიპის სიამოვნებას შემთხვევაში იღებს ის ვინც მე ვფიქრობ რომ შეიძლება ამის ახსნას იმით ვცდილობ ხოლმე რომ ანაზღაურებას ხო არ აძლევენ ამაში იმიტომ რომ 8 კაცი როდესაც აი ამ ერთი ქვიტრის მისატანად მედის ხო 8 კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გამომძიებელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი 8-ნი რომ მიდიან აი ერთი რაღაცა ქვითრის მისატანად მისამართზე არ ვიცი არ ვფიქრობ რომ რაღაცა იმ ის პრემიები რომელიც ხალხის ცემაში გამოიყოფოდა ეხა ხო არ გადანაწილდა მეთქი და ხო არ ჩანაცვლა და ამ იტანაში ხო არ ურიგებენ მაგრამ არ მუშაობს ეს არ იმუშავებს ახლა ის სტუდენტებს მინდა სოლიდარობა გამოუხატო მათ ამიტომ არც ის იქნება რომ საბოლოო ჯამში მათი იქიდან დეზინფექციის მიზნით იქიდან გამოყვანა ეს ყველაფერი ახლა ჩვენ კი გვაქვს ნახე რაღაცა დროს და რაღაცა ეტაპზე მაგრამ ცუდად დამთავრებულა რეჟიმისთვის და ცუდად დამთავრდება ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმისთვისაც მადლობა. დიდი მადლობა ალექსი პეტრიაშვილს. საინტერესო მიმოხილვისთვის. ხო, თუ რაღაცა არ მგონია რომ რამე ნათელი მოფინე რამეს, მაგრამ შეიძლება როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, აქედან სახში მისულზე შეიძლება ისეთი სიახლეები დახდეს, რომელიც ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი დაძველებული იყოს. ეგეთი რეცეპტი არსებობს, რომ როცა ვითარება არის რთულად პროგნოზირებადი, უნდა იყოს ყველაზე უარესი ვერსია და განიხილო იყოს. ხო. მაინც უმადური საქმე არის და ამიტომ ჯობია გაერიდო და გაშორდე მაგ საქმეს. მადლობა.